მოდელების აღმოჩენა, რომელიც ჩვენი საუკუნის სენად იქცა თამბაქოა. თამბაქო თავდაპირველად სამხრეთ ამერიკაში მცხოვრებმა მაიასტომის ხალხმა დააგემოვნა. ისინი დაქუცმაცებულ თამბაქოს ამავე მცენარის ფოთლებში ახვევდნენ და რელიგიურ დღესასწაულებზე ეწეოდნენ. თამბაქოს დიდი ფოთლები და სურნელოვანი ყვავილები აქვს. მისი 60-მდე სახეობა არსებობს. ეს მცენარე 30-მდე ინგრედიენტს შეიცავს. ფარმაკოლოგიურად აქტიური ძირითადი ნივთიერებებია ნიკოტინი და ფისი. ერთ ღერ სიგარეტში 9 მგ-მდე ნიკოტინი და თითქმის 2-ჯერ მეტი ფისია. თამბაქო ევროპას კოლუმბმა გააცნო. იგი ამერიკიდან ევროპაში მე-15 საუკუნის ბოლოსა და მე-16 საუკუნის დასაწყისში შემოიტანეს. საქართველოში კი მე-17 საუკუნის ბოლოსა და მე-18 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა. მოწევა მავნებელია. ეს სიტყვები ერთნაირად ცნობილია როგორც მწვეველი, ასევე არამწვეველი მოსახლეობისთვის. მიუხედავად ამ ყველაფრისა, მწვეველთა უმრავლესობას გაცნობიერებული არ აქვს, თუ რა საფრთხეს უქმნის სიგარეტი მათ სიცოცხლეს. მეცნიერულად დადგენილია, რომ დაახლოებით თამბაქოს კვამლი შეიცავს დაახლოებით 7000, ასე ვთქვათ, ქიმიკატს, საიდანაც დიდი უმრავლესობა დაახლოებით 250 არის, ასე ვთქვათ, დადგენილი, რომ ტოქსიური უშუალოდ გულსიზრახთა სისტემაზე, დაახლოებით 70 კარცინოგენ შეიცავს თამბაქოს კვამლი, შესაბამისად ყველა ეს კომპონენტი ახლო და შორეულ პერსპექტივაში უარყოფით გავლენას ახდენს მთლიანად გულსიზრახთა სისტემაზე. თამბაქო ერთ-ერთი დიდი რისკ ფაქტორია იცით სიმსივნური დაავადების განვითარების და ფილტვის სიმსივნის 90% დიაგნოსტირებულ 90% შემთხვევაში არიან პაციენტები მწვეველები. სიგარეტი ერთ-ერთი ასე ვთქვათ წამყვანი ფაქტორია გულსიზრახთა დაავადების ასე ვთქვათ შემთხვევების, როგორც არის ინფარქტი, ასევე ინსულტი და ასე შემდეგ. სიგარეტი იწვევს როგორც ორგანიზმის საკმაოდ დიდ ზიანის მიყენებას, ისევე სიკვდილიანობას იწვევს პირდაპირ სიკვდილიანობას. როგორც ცნობილია, მსოფლიოში ყოველი მესამე ადამიანი მწვეველია და მათი 80% განვითარებად ქვეყნებზე მოდის. საქართველოს საპატიო ადგილზეა. ქვეყნის მოსახლეობის მე-13 აქტიური მწვეველია და შესაბამისად არა მხოლოდ საკუთარ, გარშემომყოფთა ჯანმრთელობასაც საფრთხეს უქმნის. საქართველოში გარდა იმისა, რომ ადამიანი საკუთარ ჯანმრთელობას საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ აყენებს სიგარეტის მოწევისგან, იგი გარშემომყოფებსაც, ასე ვთქვათ, იგივე რისკის ქვეშ ამყოფებს, როგორც ბავშვებს, ორსულებს, მეძუძურებს და ითვლება, რომ ჩასუნთქვიდან ნიკოტინი ხდება დაახლოებით რამოდენიმე წამში უკვე ტვინში და ყველა უჯრედში არის. აქედან გამომდინარე, ასევე დედის რძეშიც გადადის ნიკოტინი, რაც ასევე ნაყოფზე მოქმედებს საკმაოდ მავნებლურად. ქალი, რომელიც ორსულობის პერიოდში ეწევა სიგარეტს, არის შანსი, რომ ნაყოფი უკვე ნიკოტინ დამოკიდებული დაიბადოს. და ხშირ შემთხვევაში როცა მოზარდობის ასაკში გასინჯავს სიგარეტს, მას გაუჩნდეს ძალიან ადვილად დამოკიდებულება ამ ნიკოტინის მიმართ. ამ მხრივ მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა მოზარდებში. მათი 43% თამბაქოს მომხმარებელია. გამოკვლევებით დადგინდა, რომ საქართველოს მოსახლეობის იმ ნაწილის ხარჯზე, რომელიც ამჟამად 19 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ერთიანდება, მწვეველებს 800,000 ადამიანი შეემატება. მათგან 400,000 თამბაქოს მავნეზე მოქმედების შედეგად დაიღუპება. ძირითადად თამბაქოს მოხმარებას ადამიანები იწყებენ ყველაზე ხშირად მაინც მოზარდობის პერიოდში. როდესაც იწყება ეს გარდატეხის ასაკი და როდესაც უნდათ უკვე მოზარდებს, რომ თავი წარმოაჩინონ როგორც ზრდასრული ადამიანები, ანუ იმის საჩვენებლად, რომ ისინი უკვე გაიზარდნენ, მიმართავენ სხვადასხვა ქცევებს და მათ შორის ერთ-ერთი ეს არის ზუსტად სიგარეტის წევის ჩვევა. ანუ იმისი გამოხატულება შეიძლება იქცეს სიგარეტის მოწევა, რომ აი ნახეთ, მე უკვე დიდი ვარ, მე უკვე ვიქცევი ისე როგორც ზრდასრული ადამიანი და მე მაქვს უკვე ჩემი არჩევანის უფლება. იცით რა არის, რა თქმა უნდა, გარკვეული ზიანის მიყენების თვალსაზრისით აქვს რა თქმა უნდა მნიშვნელობა, რამდენ ხანს ეწევა ადამიანი, ხო? შესაბამისად, თუ ადრეულ ასაკშია ეს სიგარეტის მოწევა დაწყებული, ეს ზიანის, ასე ვთქვათ, და ეს ეფექტი, ასე ვთქვათ, უარყოფითი აი ამის შედეგად განვითარებული, გაცილებით უფრო დიდი ხანი გრძელდება. შესაბამისად, რაც უფრო გვიან დაიწყებს, მით უფრო, ასე ვთქვათ, ეს პროცესი ნელდება, მაგრამ საბოლოო ჯამში არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ხნის მწვეველია, ყველა სიგარეტის მწვეველი გადის ერთი რისკის კატეგორიაში.
საერთოდ სტატისტიკურად ესეთი მონაცემია, რომ თქვა თუ სამი ოჯახის წევრი ეწევა სიგარეტს ოჯახში, ხო 80%-ში აუცილებლად მოზარდი დაიწყებს სიგარეტის წევა და გახდება ნიკოტინ დამოკიდებული. და თქვა თუ მხოლოდ ერთი ოჯახის წევრი ეწევა, ნახევრდება ეს მაჩვენებელი და უკვე 40% რჩება იმისი, რომ მოზარდმა დაიწყოს ეს სიგარეტის წევა და გახდეს მასზე დამოკიდებული. სტატისტიკის მიხედვით 2020 წლისთვის თამბაქო ავადმყოფობისა და სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი იქნება. მისგან ყოველწლიურად 10 მილიონი ადამიანი დაიღუპება. სიგარეტის დანებება უნდა მოხდეს მყისიერ რეჟიმში. ანუ პაციენტები, რომლებიც იძახიან, რომ აი შევამცირებ, გადავალ რაღაც რამოდენიმე ღერზე, უფრო ასე ვთქვათ, დაბალი კუპრის შემცველ სიგარეტზე, არსებითი როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ეფექტი ამას არ აქვს, იმიტომ რომ როდესაც დაბალ კუპრიანზე გადადიან, მოთხოვნილება ნიკოტინის მიმართ არის იგივე და შესაბამისად ხდება უბრალოდ რაოდენობრივად უფრო მეტი სიგარეტის მოხმარება, ვიდრე ეს ხდება ჩვეულებრივი ძლიერი სიგარეტის შემთხვევაში. ადამიანი როდესაც ანებებს სიგარეტის მოწევას თავს, ვითარდება ასე ვთქვათ, შიმშილი, ასე ვთქვათ, ნიკოტინის შიმშილი და შესაბამისად ის რეცეპტორები, რომლებიც არის სასუნց სისტემაში, ისინი რეაგირებენ აი ამის დეფიციტზე. ხდება რაღაც პირველ ეტაპზე ხველის გაძლიერება, ნახველის პროდუქცია, არსებითი ასე ვთქვათ ზიანის მომტანი ეს მომენტი არ არის. ძალიან რთული პროცესია ზოგადად შემდეგ უარი თქვა სიგარეტის წევაზე, იმიტომ რომ ნიკოტინზე დამოკიდებული ხდება ადამიანი არა მარტო ფიზიოლოგიურად, ანუ სიგარეტის წევაზე ფსიქოლოგიური მიჯაჭვულობა ხდება თვითონ აი ამ ჩვევაზე და საკმაოდ რთული პროცესია ამას თავი დაანებო და ზოგი მთელი ცხოვრება ცდილობს რომ ეს გააკეთოს, მაგრამ წარუმატებელი ხშირია ხოლმე წარუმატებელია ეს მცდელობები. გადამწყვეტი ამ შემთხვევაში არის ის, რამდენად მოტივირებულია მწეველი რომ დაანებოს სიგარეტს თავი და ფსიქოლოგიც და ექიმის და სხვა დანარჩენი საშუალებებიც არის მხოლოდ მხარდამჭერი ამ პროცესში. კი არის რაღაც სხვადასხვა პროგრამები, იქ რაღაც ელექტრონული სიგარეტი, თუმცა ეს ელექტრონული სიგარეტიც არ არის პანაცეა და ხალხმა არ უნდა გაიგოს ისე, რომ ეს ელექტრონული სიგარეტიც უვნებელია, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივ სიგარეტთან მიმართებაში, რადგანაც ისიც შეიცავს ანალოგიურად ნიკოტინს და შესაბამისად იმასაც სჭირდება შემდეგ დანებება. კი, სიგარეტთან შედარებით ნაკლებ ზიანის მომტანია, იმიტომ რომ არ შეიცავს აი ამ ასე ვთქვათ კანცეროგენებს, სუფთა ნიკოტინის შემცველია, თუმცა მე მინახია პაციენტები, რომლებიც უკვე ელექტრონულ სიგარეტსაც ვერ ანებებენ თავს. გადავწყვიტე რომ არ მოვწიო, გასაგებია, მაგრამ რატომ გადავწყვიტე რომ არ მოვწიო? აი ეს არის მთავარი. მაგრამ მანამდე უნდა თავის თავს დაუსვას ეს კითხვა მწებელმა, რატომ ვეწევი მე სიგარეტს? და უნდა ჩამოწეროს ყველა ის ფაქტორი, რის გამოც ის ეწევა სიგარეტს. და შემდგომ უნდა ჩამოწეროს, რატომ არ მინდა რომ მოვწიო სიგარეტი. იმის და მიხედვით, რამდენი мотиваცია მოგროვდება აი ამ ჩამოწერილ ფურცელს, ანუ პირველ შემთხვევაში რატომ ვეწევი და მეორე შემთხვევაში რატომ აღარ მინდა რომ მოვწიო. თუ პირველი ვარიანტი სჭარბობს მეორეს, ან თანაბარ დონეზეა, ნაკლები შანსია რომ მწებელმა თავი დაანებოს სიგარეტს. გაცილებით მეტი мотиваცია უნდა იყოს მეორე ფურცელზე, რატომ აღარ მინდა მოვწიო სიგარეტი. და აი ამ შემთხვევაში უკვე მართლა არის შანსი, დიდი შანსი იმისი, რომ წინასწარი მზაობა, ძლიერი მზაობა ქონდეს სიგარეტისთვის თავის დანებების. თამბაქო საოცრად გავრცელებული მომაკვდინებელი იარაღია. ეს არის განაჩენი, რომელიც თამბაქოს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოუტანა.